ტირილის სეანსი სასარგებლოა. ეს დიდი ხანია დაადგინეს ფსიქოლოგებმა. გულიანი ტირილი ცრემლების თანხლებით ხსნის სტრესს, დაძაბულობას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და, რაც მთავარია, გაძლევთ საშუალებას სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. ტირილის შემდეგ სიტუაციას უკვე სხვანაირად უყურებთ. მთავარია ტირილი მართლა გულიდან მოდიოდეს, არ იყოს ყალბი და ხელოვნური. ცრემლების დამალვა და შეკავება არ შეიძლება. ჯერ ერთი რომ ასე სტრესს ვერ მოიხსნით და მეორე, გულს დაიავადებთ. ტირილის დროს ცრემლებთან ერთად ორგანიზმიდან გამოედინება ნივთიერება, რომელიც აზიანებს სისხლძარღვებს. ურთიერთობების გარკვევა მართალია სიტუაციას ნათელს ფენს, მაგრამ ამით წყენისაგან ვერ თავისუფლდებით. პირიქით, ის თქვენს შიგნით გადაინაცვლებს და დიდი ხნით იკეთებს ბუდეს. ნუ ვიფიქრებთ, რომ მოერევით, საკმაოდ დიდხანს შეგახსენებს თავს და ძალიან მტკივნეულადაც. ის თითქმის თქვენზე ძლიერია და მხოლოდ ცრემლებით თუ გაუმკლავდებით. ამიტომ აუცილებლად უნდა იტიროთ, თანაც იტიროთ ბავშვურად, გულწრფელად, მთელი გულით დაარსებით. გირჩევთ ტირილის სეანსი მაშინ მოაწყოთ, როცა მარტო იქნებით, გარეშე თვალისაგან იზოლირებულად, დამამშვიდებელი გულშემატკივრების გარეშე. გასაგებია, რომ მათ თქვენთვის კარგი უნდათ, გული შესდგევათ, მაგრამ თუ სეანსის დასრულებაში ხელშეგიშლიან, მაშინ მას საერთოდ არ ქონია აზრი. ტირილის შემდეგ ძალიან სასარგებლოა გამოძინება. თუ დაკვირვებული ხართ, ნამტირალები ბავშვი სწორედ ამას აკეთებს. შეატყობთ კიდეც, როცა გეძინებათ. ნუ გაუძალიანდებით მას, დაიძინეთ და სულ სხვა ადამიანად გაიღვიძებთ, განახლებული გულით, გონებით და აშკარად უკეთესი განწყობით.